ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის სკოლა 440 მოსწავლეზე. სასწავლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები ფუნქციონირებს. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. განათლების მინისტრი საჯარო სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გაეცნო. მინისტრმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სკოლის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ განახლებას, არამედ შინაარსობრივ განახლებას. ჩვენი მიზანია ახალ უსაფრთხო გარემოში მოსწავლეებს ჰქონდეთ უკეთესი სასწავლო შედეგის მიღწევისათვის საჭირო ყველა პირობა შექმნილი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ განათლების სამინისტრო ვზრუნავთ სასწავლო პროგრამების, სასწავლო სტანდარტების, საგნობრივი სტანდარტების განახლებაზე და რა თქმა უნდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ქვემო ქართლის რეგიონს კიდევ ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა შეემატა. ეს არის ქალაქ ბოლნისში, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში. ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მიმდინარეობს ყველა მუნიციპალიტეტში სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციები. 9 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ წუთებში, ასევე 10 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამურად 5000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით. ევროპული სტანდარტებით არის აღჭურვილი ჩვენი ახალი სკოლა. ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლისათვის. აქამდე რაც არ იყო გაიხსნა ექიმის ოთახი, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის სხვადასხვა ადაპტირებული ლიფტი, მაგალითად პანდუსი და ასე შემდეგ. საქართველოში გაეროს ინიციატივით